გაცოცხლებული სახეები საკუთარი სახელებით, ინდივიდუალიზმით, განსხვავებული მიმიკით, ემოციით, ზოგი კეთილია, ზოგი ალბათ სევდიანი, ზოგიც მოსიყვარულე. თოჯინების გამოფენას ცქრიალა შთაგონებით ბაგრატიონი ჰოლმა უმასპინძლა. ეს ულამაზესიო და თავისი სახასიათო პერსონაჟებით აფხაზეთელი ანგელინა გადელია შემოქმედებაა. ყველაფერია აქ, ამბები ძიძიშვილობაზე, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. თვითნასწავლმა მეთოჯინემ ნამუშევრები სპეციალურად გამოფენისთვის ზუგდიდიდან ჩამოიტანა. უსმენდი მეგრულ აფხაზურ სიმღერებს, წამოვიდა იდეა ისე შორს წამიყვანა, რომ დააბრუნდი უკვე საძერწით ხელში, ხერხით, მოვაგროვეს ხის მასალა, ყველაფერი გაკეთებულია ბიუჯეტური, მით არა მაქვს არანაირი ძალიან ისეთი ნოუ-ჰაუ მასალები, ეს არის უბრალოდ თიხა, და მინდოდა გამომესახებინა ჩვენი წინაპრების ცხოვრება, აწმყო ტრადიციები. აქ მაგალითად ეს არის ძიძა და ეს არის თავადი ქალბატონი, რომელიც არის მოსული თავის შვილთან სანახავად აღდგომაზე. მიხარია ის, რომ ხალხს მოსწონჩები ნამუშევრები და მეც ვაბედნიერებ და აქეთ მეც სიამოვნებს. დღეს ბაგრატიონ ჰოლში პირველად ტარდება საავტორო თოჯინების გამოფენა და წარდგენილი გვაქვს 40-ზე მეტი ჩვენი ადგილობრივი მხატვარი თავისი ნამუშევრები. ასეთი ლამაზი სივრცე ჩვენთვის ძალიან იშვიათია, მინდა პირდაპირ თქვა. საუკეთესო პირობები შეგვიქმნეს საექსპოზიციო და ერთ-ერთი ლიდერი, მე ასე ვიტყოდი, ჩვენი გამოფენის, ჩვენი ფავორიტი არის ანგელინა გადელიას, რომელიც მუშაობს მინიატურულ სტილში და აკეთებს უნიკალურ დიორამებს და ჩვენი გამოფენების ერთ-ერთი ისე ვთქვათ სიამაყე. ექსპოზიციაში ქართველ ოსტატებთან ერთად უკრაინელი მეთოჯინეებიც იღებდნენ მონაწილეობას. გამოფენის მიზანი თოჯინების შექმნის ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანების მხარდაჭერა იყო.